რადგან ეს ვიღაცას რომ მოუხდა ეს დიეტა არ ნიშნავს რომ შენც ანალოგიური ეფექტს მოგცემს. რა კალორიას არ უნდა ჩამოწდეს არც ერთი ადამიანი, რომ მერე უშუალოდ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას. იმასაც აქვს მნიშვნელობა ოჯახში როგორი კულტურაა საკვები პროდუქტების. ყოველთვის არის რეაქცია, რომ ანუ 10 ადამიანიდან 10-ვეს უკვირს. კლება შეიძლება ადვილი იყოს ადამიანის, მაგრამ შენარჩუნება ძალიან რთული. ან როგორ უნდა გაიგოს, რომ ჰორმონებში აქვს დარღვევები, ამით რომ დავიწყოთ. თუ ჩვენ რამდენიმე არასწორი დიეტა გავაკეთეთ, მე უკვე ხედავთ რომ დგებით პრობლემის წინაშე რომ ვერ ვიკლებთ. და ეხა უკვე 8 წლის ბავშვს ეს წონის პრობლემები ნელ-ნელა გაურბის და 2 წელია ნელ-ნელა ცდილობენ რომ აღმოხვრა. ბოლო პერიოდში ეს არის ინსულინ რეზისტენტობის მომატება. მაინტერესებს უშუალოდ ჯანსაღიკვება რას ნიშნავს და რამდენად ინდივიდუალურია ყველა ადამიანის ეს ჯანსაღიკვების ნაწილი. დიახ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჯანსაღიკვება თავისთავად მოიცავს რაღაც გარკვეულ პრინციპებს. შემდგომში უკვე რა თქმა უნდა ინდივიდუალიზაცია მიმდინარეობს იმის მიხედვით, როგორი ადამიანის ცხოვრების წესი, რამდენად ფიზიკურად აქტიური, არ არის აქტიური, ასევე როგორი არის მისი ქრონიკული პათოლოგიების არსებობა, თქვა გულსჯართა სისტემა, აწუხებს, კუჭნაწლავის ტრაქტი თუ რა, იმის მიხედვით შემდგომ რა თქმა უნდა ინდივიდუალიზაცია ხდება. მაგრამ მთავარი პრინციპები რა არის, რომ ეს არის ჯერადობა კვების დაბალანსებულად, საათობრივად, დაახლოებით 60 საათში ერთხელ დღის განმავლობაში რაციონი რო იყოს გადანაწილებული, წყლის ადეკვატური მიღება, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ბალანსის დალაგება, სადაც აუცილებლად ცილები არ უნდა გამოგჩეს, იმიტომ ხშირად არის ხოლმე არასწორ დიეტებზე, როცა იმყოფებიან ხოლმე, არასწორად დაბალანსებენ, ხან ცხიმია ზედმეტი, ხან ცილაა ნაკლები, ან ნახშირწყალს არასწორად იღებენ და ამის შედეგად მერე ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. წყალთან ერთად აუცილებლად მნიშვნელოვანია, როდის ვიღებ წყალს. პირველ რიგში კვებასთან არ უნდა იყოს ასოცირებული წყლის მიღება, რადგან ეს კუჭის მჟავიანობის შესუსტებას იწვევს და მონელების პროცესები შესაბამისად შეიძლება დაქვეითდეს საკვები პროდუქტების. ამას გარდა, რაც მნიშვნელოვანია, რომ დღის პირველ ნახევარში უნდა იყოს, რაც შეიძლება ნოყიერი კვება, სადაც მოდის დაახლოებით 70-80% საკვები პროდუქტების და იმ საყვათო ნივთიერებებს, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის ვიტამინები, მინერალები და ასე შემდგომ და დღის მეორე ნახევარში შეიძლება ნაკლები უნდა იყოს. ასევე კვების საათებს რაც შეეხება, როგორც ვთქვით, 60 საათში ერთხელ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაწოლამდე დაახლოებით 3-4 საათი და ადრე დასრულდეს კვება და ასევე ღამის პერიოდში არაა დიდად მიღებული ისეთ ნივთიერებების მიღება, თქვა როგორც არის ზედმეტი ხილი ან დიდი რაოდენობით ბოსტნეული, რადგან მათ მონელებისთვის ცოტა მეტი დრო ჭირდებათ და შეიძლება ამ 60 საათში ბოლომდე მონელების პროცესი ვერ დაასრულოს კუჭნაწლავის ტრაქტმა. აქედან გამომდინარე შეიძლება უფრო მეტი დრო დაჭირდეს. ეხლა რაც შეეხება საუზმეს. საუზმე უნდა იყოს საკმაოდ ნოყიერი. საუზმის პერიოდში რა თქმა უნდა ნახშირწყალით შეგვიძლია ჩვენ დიდი რაოდენობით ცილაც, ბოჭკოც, ყველაფერი შეიძლება საუზმის პერიოდში თითქმის ყველაფერი დაშვებულია ხოლმე და ხშირად არის ჩვენს მოსახლეობაში ზუსტად საუზმეს ტოვებენ ხოლმე და მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავით შემოიფარგლებიან ხოლმე. რაც არ არის დიდად რეკომენდებული. შემდგომ სადღაც 12 საათიდან 11-12-ს გააჩნია საუზმე, რომელ საათზე იქნება მის მიხედვით 60 საათში არის წახემსება. სადაც ვთქვათ, თუნდაც ხილი, თუნდაც ერთი ჭიქა მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, რაც იქნება აბსოლუტურად ყველაფერი მისაღები არის. შემდგომ უკვე 3-4 საათისკენ უნდა იყოს სადილი. სადილის პერიოდში ძირითადად მნიშვნელოვანი არის სადილის პერიოდში, რომ კვება იყოს საჭიროება ბალანსირებული და რა უნდა მივაწოდოთ. ეს არის ხორცი, თევზი, ხორც პროდუქტები, თუნდაც რა ვიცი, კოტლეტი, გუფთა, ტოლმა, ყველაფერი შეიძლება აბსოლუტურად ხორც პროდუქტები. თევზი აუცილებლად არ უნდა დაგვაუწყოს, რადგან ომეგა-3 აუცილებლად უნდა მივიღოთ თევზის საშუალებით. ჩვენ შეგვიძლია გარნირად მას როგორც წვნიანი მოუმზადოთ, ასევე შეგვიძლია თქვათ ბოსტნეულის გარნირი მოვამზადოთ. თუ ჩვენ არ გვაწუხებს ზედმეტი წონა, რა თქმა უნდა, პიურეც შეიძლება გაკეთებული იქნეს, მაგრამ არის ესეთი ნიუანსი, რომ თქვათ პიურეს მიღება არა რეკომენდებული ხორცთან ერთად არის და ჩვენ ძალიან ხშირად ვიღებთ პიურეს და კოტლეტს ერთად და რატომ? რადგან კუჭნაწლავის ტრაქტში როცა მოხვდება ეს კარტოფილის მასა შემოეკვრება ირგვლივ ამ ხორცს და ამის შედეგად ჯერ ნახშირწყლის შეწოვა ხდება კუჭნაწლავის მიერ და ცილის ის მარაგები, რაც ხორციდან უნდა მოიღოთ, შედარებით გვიან შეიწოება. ან შეიძლება ვერც მოასწროს შეწოვა, ისე დატოვოს წვრილი ნაწლავი ხორცს. აქედან გამომდინარე, უფრო ბოსტნეულთან ჯობია, რომ მივირთვათ ესეთი პროდუქტები. ხშირად არის ხოლმე ესეთი კითხვა, აი ბავშვები წვნიანს არ ჭამენ და რით ჩავანაცვლოთ? თუ ბავშვი
მცენარეულ პროდუქტს სხვა სჭამს, თქვათ ეს არის ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, თუნდაც ბოსტნეულის რაგუ ან რაღაც ამდაგვარს თუ მიირთმევს, არ არის აუცილებელი მაინდამაინც რომ წვნიანი იყოს ესეთი სახით. თუ ეს ბოსტნეული სრულიად მისაღებია. შემდგომ სადღაც 5-6 საათისთვის ხილი და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხილის დაყოლება საკვებ პროდუქტებზე რეკომენდებული არ არის. ხილი უნდა იყოს ცალკე მოწოდებული კვების სახით, თქვა 12-ზეც თუ ეხა ჩვენ მაწონი კეფირი და რაღაცა ვერ მივიღეთ, 12-ზეც შეგვიძლია ხილი მივირთვათ. და შემდგომ უკვე 6-ზე თქვა ხილი და საღამოს 8-9-ზე იმის მიხედვით რომ საათზე ვწვევით, უკვე ვახშამი რო იყოს შედარებით მსუბუქი, ასე ვთქვათ, რომ არ დავტვირთოთ ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტი. ეს არის ხო თქვათ ზოგადი სტანდარტი, რაც არის ხოლმე ჯანსაღკვებასთან მიმართებაში და შემდგომში ამის მოდიფიცირება ხდება იმის მიხედვით ინდივიდუალურად ადამიანთან რა გვჭირდება და რა უნდა იყოს დაბალანსებული. თუ თქვათ გვაქვს ცილის დეფიციტი ადამიანთან, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცილის რაოდენობას ვდით საკვებ პროდუქტებში, თუ გვაქვს წონის დეფიციტი ადამიანთან, მაშინ ცხიმის რაოდენობას და ნახშირწყლის რაოდენობა იზრდება, რა თქმა უნდა ცილა არ გვავიწყდება არავითარ შემთხვევაში და თუ გვაქვს უკვე ჭარბი წონა, სიმსუქნე, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცხიმები შემცირებულია, ცილა წინა პლანზე მოდის, ნახშირწყლებზე ვცდილობთ უფრო რთული ნახშირწყლები მივაწოდოთ და ესე იგი წოდებული დაბალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლები და არა მაღალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლები, რათა წონის კლება უფრო აქტიურად წავიდეს ადამიანთან. და წყალი, როგორც ვთქვით, აუცილებლად. წყალზე არის ესეთი არის ხშირად კითხვა, რომ აი მე მთელი დღის განმავლობაში არ ვსვამ წყალს. არა ეს კარგი, რომ არ ვსვამ წყალს. ანუ ეს ვთქვათ, ჩემი მოგონილი არ არის. ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ წყალი არის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ჩვენი ორგანიზმზე. ყველა ნივთიერებათა ცვლისთვის ის აუცილებელია, რომ ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ წყალი აუცილებლად უნდა იყოს. შეიძლება ჩვენ ესე გემო არ მოგწონდეს წყლის და შეუცვალოთ მას ვთქვათ, ან ლიმონი ჩავაწოროთ, ან ჯინჯერი, ან რაღაცა ამდაგვარი ნივთიერებით გემო შეუცვალოთ და ისე მივირთვათ, რა თქმა უნდა. შეგვიძლიათ ჩვენ თქვათ ნატურალური კომპოტის სახითაც მივირთვათ, მაგრამ ნატურალ კომპოტის გაკეთების დროს აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ შაქარი არ უნდა იყოს დამატებული. ხილის ის შემადგენელი ნივთიერებები, რაც ხილში არის, ის ვიტამინები, მინერალები, რომ შევინარჩუნოთ, კომპოტის მომზადების დროს, აი ადუღებულ წყალში უნდა მოხდეს მისი ჩაყრა და არა წამოვადუღოთ წყალთან ერთად, ასე ვთქვათ, ხილი. და შემდგომ გავთიშოთ მაშინვე დაახლოებით 2 წუთში და ის და დავტოვოთ და ის მიკრო-მაკრო ელემენტებს შედარებით შეინარჩუნებს და თერმულად ძალიან მკვეთრად დამუშავებული არ იქნება. ესეთი კომპოტი რა თქმა უნდა შეგვიძლია მივაწოდოთ ბავშვსაც, რადგან ეს გამდიდრებული იქნება იმ ხილში შემავალი პროდუქტებით, რაც გვჭირდება რომ მივაწოდოთ ორგანიზმში. ხშირად არის ხოლმე რომ ბავშვი თქვათ ესე მთლიან ხილს არ მიირთმევს თავიდან. შეგვიძლია კომპოტის სახითაც მივაწოდოთ, შეგვიძლია დაბლენდერებული სახითაც მივაწოდოთ. ეს უკვე ინდივიდუალურად პაციენტებთან როგორც საჭიროა. ძალიან ამომწურავი იყო. იმდენი კითხვაზე პასუხი გაეცით ერთი პასუხით, რომ ეხლა ცოტა დაფიქრებაც კი მომიწევს, რა კითხვები შეიძლება დაგისვათ. თუმცაღა იდეაში დღის რუტინა სრულიად ამოვწურეთ დაახლოებით რა სახით და როგორ უნდა იკვებოს ნორმალური ადამიანი. ნუ წინა სტუმრებთან მე უფრო ფიზიკური აქტივობა და იოგის ნაწილზე ვისაუბრე და ფიზიკურ აქტივობაში გარკვეულწილად შევეხეთ, როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა, როცა ვარჯიშობს რა. და რამდენიმე პრობლემა წამოვჭერით. თუმცა იმ სახით, როგორც ესე კვება და ჰორმონები არ გვისაუბრია. ვისაუბროთ უბრალოდ იმაზე, რომ ანუ ადამიანებში პრობლემა არის, რომ ჯერადად ჭამენ, წყალს არ იღებენ და დაახლოებით მაგასაც გავიცით პასუხი. პირველ რიგში მაშინ იდეაში ჩემი კითხვა უშუალოდ ჰორმონებისკენ წავა, რამდენადაც ყველაზე ხშირი პრობლემა, ანუ მე ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი და დარბაზში პრობლემები ან ხერხემალთან არის დაკავშირებული, ან ჰორმონების არევასთან. რამდენადაც ასეთი დიდი გამოწვევაა დღეს ჰორმონები, იდეაში მაინტერესებს პირველ რიგში რა არის ამის მიზეზი, ან როდესაც ადამიანი მიდის ინსტრუქტორთან, ან თუნდაც ინსტრუქტორთან არ მიდის, უბრალოდ ჯანსაღად ცხოვრობს, მაგრამ ატყობს, რომ ჰორმონებში აქვს რაღაც დარღვევები. რა უნდა მოიმოქმედოს, ან როგორ უნდა გაიგოს, რომ ჰორმონებში აქვს დარღვევები, ამით რომ დავიწყოთ. როდესაც გვაქვს ჭარბი წონა, ძირითად შემთხვევაში და სიმსუქნე, არასოდეს არ არის ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. არის ძირითადად რაღაცასთან ასოცირებული აუცილებლად. ეს შეიძლება იყოს არასწორი კვების რეჟიმი, ეს შეიძლება იყოს თქვათ მინიმალური ფიზიკური აქტივობა, ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევა, გენეტიკური პათოლოგიები ან გენეტიკური წინასწარ განწყობა. ყოველთვის აქვს სიმსუქნეს რაღაცა მიზეზი. რადგან უმიზეზოდ ის არ ვითარდება ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში როგორც
სწორად აღნიშნეთ, არის ჰორმონალური დარღვევები გამოხატული ხოლმე. პირველ რიგში რაც ძალიან ესე მკვეთრად და თვალში საცემი არის ბოლო პერიოდში, ეს არის ინსულინ რეზისტენტობის მომატება, რომელიც რა არის ინსულინ რეზისტენტობა, ესეც რო უთხრათ ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ინსულინის მიმართ ორგანიზმის გრძნობელობის დაქვეითება. ინსულინი რაზეა პასუხისმგებელი? ინსულინი არის გასაღებივით, ის უჯრედს გააღებს და გლუკოზა შედის უჯრედში. როდესაც უჯრედის ვერ უკავშირდება ის ინსულინი და კარს ვერ უღებს მარტივად რო ვთქვათ აი ამ გლუკოზას, გლუკოზის კონცენტრაცია რჩება სისხლში მაღალი, უჯრედში დაბალი. უჯრედს შია მარტივად რო ვთქვათ, ამიტომ აგზავნის თავის ტვინში სიგნალს, რომ მას შია. შესაბამისად, მადაც უძლიერდება ადამიანს, ტკბილზე მოთხოვნილება აქვს, სულ რაღაცას ეძებს, ასე ვთქვათ, სმუსნაობის ხასიათზე არის და ამ დროს რა ხდება? სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია გლუკოზის რო არ მოხდეს, ორგანიზმი გადადის დამცველობით რეაქციაზე და ამ გლუკოზას მოკიდებს ხელს, წაიღებს ღვიძლში, ღვიძლი მას გადაამუშავებას ცხიმად და ჩაალაგებს ცხიმად. შესაბამისად, დღეს ვჭამთ, უჯრედში არ შედის, ცხიმში შედის. ხვალ, ზეგ და ესე გროვდება და უკვე რაღაც მაქსიმალურ კონდენციამდე რომ მივა ის მდგომარეობა, შემდგომ უკვე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ვითარდება. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით პერიოდში ვითარდება. და ამ ინსულინ რეზისტენტობის დროული მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა როგორც ზოგადი მეტაბოლიზმი გაუმჯობესდეს, ასევე დიაბეტის გამოვლენა და გადავადებაც რომ მოხდეს. ასევე არის კორტიზოლი ჰორმონი, ვთქვათ, რომელიც განსაზღვრავს იგივე სტრეს ჰორმონი მარტივ ენაზე რო ვთქვათ, რომლის სინთეზიც დილის ადრე საათებში ხდება ხოლმე, ეს არის პასუხისმგებელი ჩვენ რო გავიღვიძებთ, აი გარე გამღიზიანებელ სტრესს, ყველაფერს რომ მომზადებული შევხვდეთ, ასე ვთქვათ. კორტიზოლის რითმების დარღვევა არის ბოლო პერიოდში და რითმის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი არის ჩვენი არასწორი ძილღვიძილის რეჟიმი, მარტივ ენაზე რო ვთქვათ. აი ხშირად არის ხოლმე რომ კითხვა, აი მე წონაში დავიკლებ ძილის მოწესრიგება რაში მჭირდება, ასე შემდეგ. ესე არ არის, რადგან ზუსტად აი ძალიან მარტივია ხოლმე. პირველი ეს არის, რომელიც სინთეზირდება ზრდის ჰორმონი, ჩვენ რო დავწვევით, დაახლოებით 3 საათში იწყებს სინთეზს. ზრდის ჰორმონი არის ძლიერი საპირისპირო ჰორმონი ინსულინის მიმართ. და ის არის პასუხისმგებელი ასევე ზოგად ნივთიერებათა ცვლაზე. შემდგომ ღამის 5 საათზე დაახლოებით პლუს მინუს ხდება პროლაქტინის სინთეზი და დილის 6 საათიდან იწყება უკვე კორტიზოლის სინთეზი. შესაბამისად, ჩვენ თუ დავწვევით ღამის 3 საათზე, ეს რითმი უკვე ირღვევა და ეს ჰორმონების გამოყოფაც ირღვევა და ერთ-ერთი მიზეზი თქვა ჩვენი მეტაბოლიზმის გაფუჭების, მარტივად რო ვთქვა, შეიძლება ჩვენი ძილის რეჟიმის დარღვევაც იყოს. ამიტომაც არის, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც ეჭვი, ვთქვა, გვაქვს თუნდაც ზოგადი სისუსტე, დააღლა, უენერგიობა, ადინამია, წონაში მატება, კვებითი ქცევის დარღვევები, შევამჩნიეთ, რომ ტკბილზე ცოტა მოთხოვნილება მოგვემატა, ან წონაში მატებისკენ მივდივარ და ადრე ვთქვათ, ზაფხულში ვიკლებდი, ზამთარში ვიმატებდით, ეს პროცესი დაირღვა. ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთხელ მაინც ენდოკრინოლოგს უნდა მივმართოთ, რომ ეს ჰორმონალური ბალანსი იყოს შემოწმებული და ნანახი. ხშირად არის ხოლმე ასევე კითხვა, რომ აი ენდოკრინოლოგთან ვერ მიდიან, იმიტომ რომ ბევრი ანალიზის ჩატარება უწევთ და ასე შემდეგ. კი, ნამდვილად ესეა, ენდოკრინოლოგი ყოველთვის ბევრ ანალიზს აკეთებს, იმიტომ რომ ენდოკრინოლოგი არის ის მდგომარეობა, როდესაც მთელი ნივთიერებათა ცვლა უნდა ინახოს ორგანიზმში რა მდგომარეობაშია. ჩვენ ვნახულობთ როგორც ლიპიდურ ცვლას, ამ ინსულინ რეზისტენტობას, კორტიზოლს და ასე შემდეგ და შესაბამისად ცოტა ბევრი ანალიზი გამოდის ხოლმე, მაგრამ ეს აუცილებელია ესეთი ნათელი, რომ დავინახოთ ზოგადად რა ხდება ორგანიზმში და როგორი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა მომხდარი, რომ შესაბამისად ვიმოქმედოთ. ხშირად შემდგომ ამ ინსულინ რეზისტენტობას ასევე მოსდევს მეორე პათოლოგია ღვიძლის გაცხიმოვნება. შემდგომ იწყება ღვიძლის ფუნქციების ცვალებადობა, ამავე დროს რადგან ის ცხიმში ალაგებს კილომიკრონების სინთეზი ხდება, შესაბამისად იწყება უკვე ლიპიდური ცვლის დარღვევა, ცუდი და კაი ქოლესტერინის ბალანსი ირღვევა ორგანიზმში და შესაბამისად ამან შეიძლება მერე გულსდავრთა სისტემის პათოლოგია გამოიწვიოს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, აი ცხიმოვანი მასა ხო არის და ყოველთვის ითვლებოდა, რომ ცხიმი არის ენერგიის დეპო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო ენერგიის დეპო არაა ცხიმი, ცხიმში ხდება ჰორმონების სინთეზი, როგორც არის რეზისტინი, გრელინი, ლეპტინი და ასე შემდეგ. ეს ჰორმონები თავისთავად არის პასუხისმგებელი მადაზე. აი როგორც ინსულინ რეზისტენტობა ვთქვი, ასევე არსებობს ლეპტინ რეზისტენტობა. ლეპტინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ტვინს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ცხიმის რაოდენობა ბევრია და შესაბამისად მეტი კვების მიღება საჭირო არ
არის. მაგრამ ირღვევა ლეპტინის მიმართ გრძნობელობა Y ფაქტორის, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს, რაც სიმაძღრის ცენტრზეც ახდენს გავლენას და შესაბამისად მადა ის რაც უნდა დაბლოკოს ლეპტინმა არ ბლოკავს ამ მადის საკითხს და მადა ძლიერდება და უფრო მეტად ვიმატებ წონაში. ლეპტინზეც მინდოდა და კითხვა, მაგრამ პასუხი გავეცით ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ეხლა იყო მაგის ციებ ცხელება რა, ეს წამალს რო იკეთებდნენ და ნუ მაგაზე არ ვისაუბრებ, არ გავშლი მაგ თემას. და ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი პასუხებისთვის. მეც იდეაში სიმართლე რო გითხრათ, პირველ რიგში სანამ მოსწავლეს მივიღებ ხოლმე, რასაც ვთხოვ და ძალიან უკვირთ ხოლმე, არის სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი და გოგოების შემთხვევაში 100% შემთხვევაში ვითხოვ ხოლმე ჰორმონებს, მამაკაცების შემთხვევაში თუ ჭარბი წონა აქვთ. თუმცა ეს შეიძლება განათლების ბრალია რომ არ აქვთ საკმარისი ან იმის ბრალი რომ უბრალოდ ექიმთან სიარული არ უყვართ, მაგრამ ყოველთვის არის რეაქცია რომ ანუ 10 ადამიანიდან 10-ვეს უკვირს, რომ ანალიზს რატო თხოვს ფიტნეს ინსტრუქტორი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები რომ ჩემთან არა, თუმცა ყოფილა შემთხვევები რომ ანალიზის გარეშე მივუღიათ და აღმოჩენილა რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა, თუმცა თვითონ არ იცოდა. ან ყოფილა შემთხვევა რომ ვთქვათ რა პროცესი იმ დროს რამე მომხდარა რა და რო ვიცი რომ ადამიანი ჯანმრთელი არის და შიგნით ჰორმონალური დარღვევა არ არის ან თუნდაც რამე სხვა მე უფრო ეს თამამად ვაკეთებ ყველაფერს თუნდაც პრობლემური ადამიანები მოდიან მაგრამ რო ვიცი რომ ვთქვათ ეს პრობლემა აქვს ვიცი როგორ უნდა აღმოვხრა და ძალიან მიხარია რომ ეგ ყველაფერი აღვნიშნეთ იმიტომ რომ ეგ თუნდაც არ ვარჯიშობდნენ, ჩემი აზრით წელიწადში ერთხელ მაინც დღევანდელი კვების რაციონიდან გამომდინარე და ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე აუცილებელიც კი არის. ასევე აი მამაკაცები ახსენდა ქალბატონები ჰორმონებიო, მამაკაცებთანაც დავამატოთ, მაშინ ხშირად არის ხოლმე მამაკაცების შემთხვევაში ჰიპერესტროგენული მდგომარეობა. ანუ ეს რას ნიშნავს? ჭარბი წონის დროს ჩვენ გვაქვს ორივე ორგანიზმში ორივე ჰორმონი, კაცის ჰორმონი და ქალის ჰორმონი. ორივე ეს გვაქვს ქალსაც და კაცსაც. უბრალოდ კაცის ორგანიზმში დომინანტურია ტესტოსტერონი, ქალის ორგანიზმში ესტრადიოლი. აი ჭარბი წონის დროს, როდესაც განსაკუთრებით მუცლის მიდამოში და თეძოს მიდამოში არის ცხიმი განვითარებული, არის ფერმენტი არომატაზა. არომატაზა კაცებში რას აკეთებს? სათესლი ჯირკვალი გამოყოფს ტესტოსტერონს, მოხვდება ამ ცხიმში ეს ტესტოსტერონი, არომატაზა მას გარდაქმნის ესტრადიოლად, ანუ ქალის ჰორმონად. და მამაკაცებთან ეს რას გვაძლევს? მოდის მკერდის წინ წამოსვლა, გინეკომასტიური ცვლილებები და განსაკუთრებით თეძოების მიდამოში იმატებს ეს მამაკაცები. და ესეთ მამაკაცები ფიზიკური აქტივობით ნაკლებად იკლებენ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ესტროგენი არ აძლევს ამის საშუალებას. ამიტომ ხანდახან ხვარობთ ხოლმე რაღაც მედიკამენტს, რომელიც აბალანსებს ხოლმე ამ კაცის და ქალის ჰორმონის მაჩვენებს. აი მამაკაცები თქვათ ვარჯიშობთ, კლება კარგად არ მოდის, თეძოები მაინც დიდი ზომის რჩება, დუნდულოები დიდია, აუცილებლად ეს ბალანსი უნდა ინახოს. შეიძლება თქვათ ლაბორატორიულ აი ნორმის ზღვრებში ჯდებოდეს, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანია თანაფარდობა როგორია ტესტოსტერონის და ესტრადიოლის ერთმანეთთან. მივხვდი და ესე ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ესე დეტალურად არ ვიცოდი ეგ ნაწილი, სიმართლე რო გითხრათ. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. იდეაში სანამ უშუალოდ ჰორმონების ნაწილს კიდევ ცოტა ჩაუღრმავდები, რაღაც დეტალები მაინტერესებს. პირველ რიგში მაინტერესებს უშუალოდ ჩვევების ნაწილზე მშობლის მხრიდან რა. რამდენადაც ბავშვებშიც უკვე ეს ჭარბად არის წონის მატების პრობლემები ან პირიქით, რომ უჭმელი ბავშვები არიან. და მაინტერესებს მშობლის მხრიდან მშობელმა რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ კვების ჩვევები სწორად ჩამოუყალიბოს, იმიტომ რომ მე მაგათთან მყავს დეიდაშვილი, რომელიც ხორცის მიმართ, ნუ არ უყვარს ხორცი და ნახშირწყლის მიმართ აქვს ეს ანუ სიყვარულს უფრო დავარქმევ ვიდრე სურვილი რა. უყვარს რომ მაგ ყველაფერს ჭამს რა, ის ცომეული და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. და ხორცის მიმართ პირიქით. იმის მიუხედავად რომ ეს მშობლები ცდილობენ რომ მაქსიმალურად ეს ისქნან. მაგრამ დარწმუნებული რომ ეს ყველაფერი აი ჩვილი ბავშვობიდან წამოვიდა, იმიტომ რომ მაშინვე ჩაუდეს გონებაში ეს ის რომ შერაც გინდა ისჭამე და ეხა უკვე 8 წლის ბავშვს ეს წონის პრობლემები ნელ-ნელა გაურბის და 2 წელია ნელ-ნელა ცდილობენ რომ აღმოფხრან. მაინტერესებს უშუალოდ თქვენი გამოცდილებით რა შეიძლება მშობელმა გააკეთოს, რომ ბავშვი ამ პატარა ასაკიდანვე უკვე ნელ-ნელა წამოიზარდოს ჯანსაღი კვების ჩვევებით. დიახ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, კვებითი ქცევის ჩამოყალიბების დროს ოჯახის გავლენა და რატო ოჯახის გავლენა.
ბავშვი არის, ასე ვთქვათ, სარკე, რასაც ხედავს, იმას აკეთებს. ჩვენ ხშირად შეიძლება ვთქვათ, ბავშვი თამაშობს, რაღაცაზე ვსაუბრობთ და გონია რომ არ გვისმენს, არადა რეალურად ის გვისმენს და ყველაფერს იმახსოვრებს. შესაძლოა ჩვენ რა ქცევასაც ვაკეთებთ, იქ ანალოგიურ ქცევას ის იმეორებს. თუ ჩვენ ბავშვს მივაჩვევთ, რომ ვთქვათ, ოჯახი ჯდება სადილზე და ერთად სადილობენ, აუცილებლად ის მას გაიმეორებს და გააკეთებს. ასევე თუ თქვა დაკვავს ბავშვი ბაღში, ის რო ხედავს, რომ სხვა მისი თანატოლები იკვებებიან რაღაც პროდუქტებით, ის ცდილობს რომ გასინჯოს. კი, რა თქმა უნდა, არის რაღაც ფსიქოლოგიური გადახრები და ასე შემდეგ, როდესაც გვაქვს პათოლოგიასთან საქმე, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, კვების ფსიქოლოგებს თუ თავთ ხოლმე, რომ ეს არის ქცევითი დარღვევები მარტივ ენაზე რო ვთქვათ, როდესაც რაღაცა პროდუქტის მიმართ ბავშვს მიმღებლობა არა აქვს. ეს გამონაკლისი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ჩვენ თუ ბავშვი ხედავს, რომ მამა ჭამს, დედა ჭამს ხორცს, თევზს, თქვათ ზის პროდუქტებს, ასე შემდეგ, ის ანალოგიურს აკეთებს ხოლმე. შესაბამისად, აი ბავშვებს ვერ დავადანაშაულებთ ჩვენ იმაში, რომ თქვათ რაღაცას არ ჭამენ, რასაც ხედავენ, იმას აკეთებენ მარტივად ვთქვათ. ერთ-ერთი პრაქტიკი ვიზიტის დროს ესეთი ის იყო, რომ ბავშვს უხსნით კვების რაციონს და წვნიანი ვახსენი, ასე ვთქვათ და მე კი ვჭამო წვნიანსო ბავშვმა მითხრა, მაგრამ სახლში არ კეთდება და არავინ არ მიკეთებს წვნიანსო. შესაბამისად, ანუ იმასაც აქვს მნიშვნელობა ოჯახში როგორი კულტურაა საკვები პროდუქტების. და თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ბავშვს ვაჩვენებთ მაგალითს, ყველაფერს ვასწავლეთ როგორც საჭირო ისე, მაგრამ უკვე ვერ უმკლავდებით და რაღაც აი ვთქვათ, აკრძალა ხილი მთლიანად, ან აკრძალა ხორცი მთლიანად. ეხლა თუ ჭამს ცოტას, ეგ მისაღები არის, შეიძლება ყოფნის აბსოლუტურად. მაგრამ თუ რაღაც პროდუქტზე კატეგორიულ უარს ამბობს, ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი და სპეციალისტი უნდა ჩაერთოს, რომ აღნიშნულ პროდუქტთან მას სენსორული ურთიერთობა ასწავლოს ამ კვების ფსიქოლოგმა და შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ეს გასწორებადი და გადალახვადია ხოლმე და ხშირად შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაც ბავშვობის ტრამვას, თქვათ, იქ ნახა რომ ან თქვათ ქათამი დაკლეს ან რაღაცა და ამის დაამახსოვრდა მის ტვინს, ქვეცნობიერში ეს რეალურად ის მისგან გაუანალიზებლად აკეთებს, მაგრამ რაღაცა დაამახსოვრდა ან ტელევიზორში დაინახა რაღაცა და ამან ქვეცნობიერში რაღაცა ნალექი დატოვა, ასე ვთქვათ. შესაბამისად, თუ ჩვენ ქცევით წესებს სწორად ვაკეთებ და არ მოყვება ბავშვი, ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჩაერთოს სპეციალისტი. სრულიად გასაგებია. კიდევ ერთხელ მადლობა ძალიან დიდი. იდეაში მაგ ნაწილშიც რა თქმა უნდა გეთანხმებით და ვფიქრობ, რომ მშობლებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით იმ გაგებით, რომ თითქოს მაგას რაღაც პერიოდში ბავშვობაში ყურადღებას არ აქცევენ, აი რომ წამოიზრდება ისწავლეს, მაგრამ იმდენად დიდი ხანი არ აქცევენ მაგ ყველაფერს, რომ ჩვევაში რო გადაზდით, მერე ბევრად რთულია 10 წლის ბავშვის 10 წლის განმავლობაში რა ჩვევაც გქონდა იმის შეცვლა. თან ჩვენ ხო ჩვენ ჩვევებს ბავშვობაში ვიძენთ ყველაფერს და შემდგომში უკვე მთელი ცხოვრება მიყვება ეს ჩვევები. ზუსტად. მე მახსოვს ბავშვობაში, მთელი ბავშვობა ხაჭოს არ ვჭამდი, იმიტომ რომ მახსოვს, აი 4-5 წლის ასაკში ძალით როგორ ტენიდნენ პირში და რო წამოვიზარდე უკვე და ის ჩემით აზროვნება დავიწყე, ხაჭოს მიმართ მქონდა, აი გულძმარმა ვეწყებოდა, სულ ჩემით რო ვიწყებდი ხოლმე ჭამას. 21 წლამდე ესე მოვედი და აი ფიტნესით რო დავინტერესდი 20 წლის ასაკში, მე რო დავიწყეს ძალით მაინც მიღება უკვე რო ვეუბნებოდი ჩემ თავს რომ ანუ არაფერი არ ჭირს, ხაჭოა, კარგია, 3-4 თვე დამჭირდა იმისთვის რომ ეს გულძმარმა მაინც გადამელახა და ეხლა ჩვეულებრივად შემიძლია ვჭამო. თუმცა ის ბავშვობის ტრავმა რომ ახსოვს რომ ძალით მტენიდნენ ხაჭო გინდა თუ არა ეს ვიტამინებით სავსეა, მაგან დაახლოებით, რა ვიცი, 15 წელი გადაწია ჩემი ხაჭოს მიმართ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია რა და სრულიად მესმის. ნუ ისევ გადავერთვები მაშინ ჰორმონების ნაწილზე. მაინტერესებს რამდენადაც ძალიან ხშირია. ეს რეზისტენტულობის ნაწილი, თუნდაც დანაყრების, თუნდაც ინსულინი, თუნდაც კორტიზოლი. მე წინა გადაცემაშიც ვახსენე, ფიტნეს ინსტრუქტორები უმეტესწილად სხვადასხვა სახის რუტინას იყენებენ ფიტნესში. ზოგიერთი ვარჯიშზე ორიენტირებული, ზოგი კვებაზე, მე ვარ პირდაპირ მნიშვნელობით კორტიზოლზე ორიენტირებული, უფრო რომ მირჩევნია რომ ხანდახან წაიცმუცნონ, ხანდახან ვარჯიშიზე მითხრან რომ გადავდოთ, რომ კორტიზოლის ეს დონე ვარეგულიროთ და მათი мотиваცია
არ დაეცეს ისე, რომ სტრესში არ გადაიზარდოს ყველაფერი ეს. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. თქვენი მხრიდან მაინტერესებს რჩევები, რომ ადამიანი მიდის დარბაზში, ვარჯიშობს, უჭირს კვებაც, იმიტომ რომ ეგ ჩვევები ჯანსაღი არ ქონდა, ვარჯიშიც გარკვეულწილად უჭირს, მაგრამ როგორ შეიძლება ფიტნეს ინსტრუქტორმა ეს ყველაფერი მისივე სასიკეთოდ ისე გადააკეთოს, რომ აი კორტიზოლიც გარკვეულწილად ესე ბალანსდებოდეს, ანუ თუ ჩემი მხრიდან მაინტერესებს ეს პირადი კითხვა უფრო არის, ვიდრე მომხმარებლების და იცი რა არის, მაყურებლების. და ყველანაირი რაღაცა ქმედება, რომელიც ცხოვრების რუტინას ცვლის, ეს სტრესია ორგანიზმისათვის. შესაბამისად, ყოველთვის ჯობია, რომ რაღაცა ერთი ქმედებით დავიწყოთ და ნელ-ნელა შემოვიტანოთ შემდგომ ეს ყველაფერი. თქვათ, თუ ეხლა ჩვენ დავიწყებთ როგორც სპორტის გადასახედით, ასე ვთქვათ, ესეთ შემთხვევაში თუ მიდის ჯერ ტრენერთან და არა ენდოკრინოლოგთან, პირველი, მაშინ ჯობია, რომ ჯერ დავიწყოთ ფიზიკური აქტივობის დალაგებით, ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ჩვენც ყოველთვის ამბობთ ხოლმე, რომ ნელა უნდა მოხდეს შეჩვევა ამ ფიზიკურ აქტივობაზე. დაახლოებით 10-15 დღე ჭირდება ორგანიზმს რაღაცა ქცევის გამომუშავებისათვის. და შემდგომში რომ გამოიმუშავოს, მაშინ ესე ვთხოვოთ, რომ ჯერ წამოყვოს, თქვათ, თუ სპორტით ვიწყებთ ვარჯიშზე 1-2 კვირა, ნელ-ნელა დავტვირთოთ და კვებითი ქცევებიდან, თქვათ, ამოვიღოთ შაქრის შემცველი პროდუქტები და მარილი. დანარჩენი, თქვა დავტოვოთ კვება ისეთი როგორიც იყო, რასაც შენ აკეთებდი. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მიხვდება, რომ ის არ ეყოფა ის ენერგია უკვე რასაც იღებდა, იმიტომ რომ ნახშირწყალს შაქრის სახით არ იღებს. შესაბამისად, მას ცოტა სისუსტე ექნება, უენერგიობა ექნება და უკვე ცილოვან პროდუქტზე ნელ-ნელა წამოყვებათ. ამიტომ მერე უკვე დავამატოთ კვების ნაწილიც წამოვიღოთ, ასე ვთქვათ. აი თქვათ, ჩვენთან რომ მოდიან პირველად პაციენტები, ჩვენ პირიქით ვაკეთებთ ხოლმე. ჯერ ვიწყებთ კვების დალაგებას და ვეუბნები რომ აი ხა თქვათ გაძლევ პირველ ესე ვეუბნებით ყოველთვის და პირველ 2-3 კვირიან დიეტას, პირველი 2-3 კვირა ფიზიკური აქტივობა ჯერ არ გვინდა, უბრალოდ საღამოს 30-40 წუთი ჩქარი ნაბიჯით ან ისეირნი ან იარე. და შემდგომში უკვე როცა მოდის უკვე როცა ვაძლევთ ესე ვთქვათ, თავიდან ვაძლევთ ხოლმე რაღაც სტანდარტულ კვების რეჟიმს, რომ ცოტა აეწყოს გრაფიკი. რომ მოდის პაციენტი ვეკითხებით მე რა გაუჭირდა, რა ვერ დაიცვა, სად რომელ საათზე უჭირდა, სად შიოდა, როგორ შიოდა და უკვე მეორე, მესამე, მეოთხე დიეტას ვადგენთ იმის მიხედვით, რაც გვეტყვის, ანუ რა იქნება მოცემულობა. შესაბამისად, თქვენი მხრიდანაც უკვე ტრენერების მხრიდანაც უკვე ფიზიკურ აქტივობაზე რომ წამოიყვანთ, ნელ-ნელა დატვირთავთ და შემდგომში უკვე კვების ამბავიც უკვე შემოიტანეთ აქტიურად, უკვე 1-2-3 კვირის შემდგომ. ამით იმას мотиваციაც ექნება, სტრესიც არ იქნება, იმდენად რა თქმა უნდა მაინც სტრესია, მაგრამ იმდენად გამოხატული სტრესი არ იქნება. თან ამავე დროს თქვენ როდესაც კვებას თავიდან არ შეუზღუდავთ კვებით ქცევით, ამით ინსულინ რეზისტენტობაზე ჯერ თავიდან არ იმოქმედებთ. შესაბამისად ის რაღაც მაინც ეს ნახშირწყალი რო შემცირდება, გარკვეულწილად ინსულინის გამოყოფის ფუნქცია ცოტათი შემცირდება ესეთ პერიოდში და ეს რა თქმა უნდა დადებით ეფექტს მოგცემთ მე მომავალი ურთიერთობისათვის. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის ერთი პერიოდი დაახლოებით ეგეთ რაღაცას ვცდილობდი, წინა წელს დაახლოებით, ესეთი რაღაც მქონდა ხოლმე, რომ მიკავშირდებოდნენ, რომ ვარჯიშის დაწყება უნდათ, ვუწევდი კვებას, ოღონდ ძალიან მარტივს, არაფერ კონკრეტულს და რაღაც მსგავსი და ვეუბნებოდი, რომ დაიწყე კარდიოები, კვირაში 3 დღე იარე 1 საათით და კვებაც. როცა 7 დღე, ანუ 1 კვირა გადააბავ ორივეს ერთად ისე, რომ ჩავარდნა კვებაში არ გექნება და კარდიოსაც იზავ კვირაში 3 დღით, მერე ჩემთან მოდი უკვე დავიწყოთ ვარჯიში. ასე თუ ისე კარგად მუშაობდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ თავიდან წყლის როცა დაკლება უნდათ, მით უმეტეს ეს დაგროვებულ წყალს ორგანიზმიდან, რომ წონას იკლებდნენ, ეგონათ, რომ აი ეს ორჯერ 2 დღე რო დავიცავი, ეს მაგარი ყოფილა და აწი მით უმეტეს რას ვიზავ რა. თუმცა მერე ნელ-ნელა ეხა დარბაზში ვცდილობ, რომ თან ეგეც გავაკეთო, მაგრამ თან ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ პროცესიც არა იმად ჩემ და სასიკეთოდ არ მიდის ხოლმე, მაგრამ ნელ-ნელა ისევ რადგანაც თქვენ ის დამიდასტურეთ, ვეცდები რომ ისევ ეგრე წავიდე. იცით რა მაინტერესებს?
ძალიან ხშირი პრობლემა არის ხო ჯგუფებში ვარ, სადაც კვებაზე ხშირად წერენ რაღაცა და ვაკონტროლებ ხოლმე ხანდახან თუ რამე ძალიან ისეც დაწერენ, რომ მეთქი ეს რა არის, უწერ ხოლმე რომ მოდი ესე არ ქნა რამე მსგავსი. ყველაზე ხშირი კომენტარები ხშირად არის ხოლმე კალორიების დეფიციტის ნაწილში რა. იმიტომ რომ რაც არ უნდა უთხრა, რომ 1500 კალორიას არ ჩამოსდე, ჯობია რომ ფიზიკური აქტივობა გაზარდო. ნორმალური ადამიანი ამაზე დაბალ კალორიაზე ფიზიკურად ვერ იფუნქციონირებს ან რამე მსგავსი, ადამიანებს უმრავლესობას ან ჩემი არ ჯერა, ან ზოგადად არ ჯერა მაგ ყველაფერს და გონიათ, რომ კვების შემცირებით იწყება წონის კლება. მაინტერესებს თქვენი გადმოსახედით და თქვენი გამოცდილებით უშუალოდ რა არის თუნდაც საშუალო კალორიაჟი, რაც ნორმალურმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ან რა კალორიას არ უნდა ჩამოწდეს არც ერთი ადამიანი, რომ მერე უშუალოდ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეიქმნას და როგორ შეიძლება ადამიანმა, ვინც არ მიდის ექიმთან, რაც არ უნდა ეჯიუტო, არ მიდის ფიტნეს ინსტრუქტორმა, თან თავისით რაღაც მხრივ ისე მაინც დათვალოს, რომ მინიმალურ კალორიას მაინც არ ჩასწეს. სტანდარტულად არის ესე, თუ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული საოფისე სამსახური და არ გვაქვს ფიზიკური აქტივობა, დაახლოებით საშუალოდ რომ არც მოვიმატოთ და არც დავიკლოთ, არის 2000, 2200, 2500 კილოკალორიის ფარგლებში დაახლოებით, მამაკაცთან ცოტა მეტი, ქალთან ცოტა უფრო ნაკლები კუნთური მასიდან გამომდინარე. თუ ჩვენ გვინდა წონაში დაკლება და ისევ ფიზიკურ აქტივობას არ ვაპირებთ, მაშინ დაახლოებით 500 კალორია უნდა გამოვაკლოთ პლუს მინუს ამ მაჩვენებელს. თუ ჩვენ წონაში მატება გვინდა, პირიქით 500-600 კალორია უნდა მივამატოთ. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ფიზიკური აქტივობა ძალიან მაღალი, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა კალორიების რაოდენობა იზრდება იმის მიხედვით რა აქტივობა გვაქვს. ეხლა რაც შეეხება მინიმალურს, ზოგადად არის ესე მოწოდებული, რომ ზოგადად 1500-1300 კალორიის ქვევით ჩამოსვლა რეკომენდებული არ არის სახლის პირობებში. კი სტაციონარში როცა გვიწევს ჩვენ პაციენტი თქვა წონის დაკლების პროგრამაზე ან რაღაცაზე, მან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ სახლის პირობებში არ შეიძლება. თან ამავე დროს მკვეთრად გამოხატული კალორიული დეფიციტი დიდხანს არ შეიძლება. და რატომ? ამით ჩვენ გარკვეულწილად ვაზარმაცებთ ჩვენს მეტაბოლიზმს. ეხლა ზუსტად არ ავხსნით დეტალურად რა ჰორმონებს როგორ შევა, მაგრამ აი მარტივად რო ავხსნათ. თუ ჩვენ ერთხელ დავიკელით თქვა შიმშილით. დავიკლებთ, კი ბატონო, დავიკლებთ, პრობლემა არ იქნება. მეორეჯერაც დავიკლებთ შიმშილით, მაგრამ მესამეჯერ უკვე შიმშილით ვერ დავიკლებთ. იმიტომ რომ ამით ჩვენ ორგანიზმი გადავიყვანეთ მარტივად რო ვთქვათ ნელი წვის რეჟიმზე. მივაჩვიეთ თუნდაც 1 კიტრზე რო ის უკვე ყოფნის ის 1 კიტრი მარტივენაზე რო ვთქვათ. შესაბამისად, თუ ჩვენ რამდენიმე არასწორი დიეტა გავაკეთეთ, მერე უკვე ხედავთ რომ დგებით პრობლემის წინაშე რომ ვერ ვიკლებთ, არ მოდის კლება, იმიტომ რომ ბალანსი დაირღვა ორგანიზმის შესაბამისად. ამიტომაც არის რომ უკვე მერე გვჭირდება რაღაც ნივთიერებების ჩამატება, რომ თქვა დავასტიმულიროთ ეს ჩვენი ნივთიერებათა ცვლა და ასე შემდეგ გავაკეთოთ. შესაბამისად, კალორიულ დეფიციტთან ძალიან ფრთხილად ვიყოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვართ დღევანდელი დღით ცხოვრება, ჩვენ ხო ჩვენს ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ, იმიტომ რომ ეს არის საწინდარი. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ამით დავაზიანოთ ჩვენი ნივთიერებათა ცვლა, ღვიძლი, თირკმელი, განსაკუთრებით ღვიძლს უჭირს ხოლმე ესეთ შემთხვევაში ცილოვან დეფიციტს, როცა უკეთებთ ხოლმე, იქ შეიძლება მერე საკუთარი კეტონური წვა გამოიწვიოს ღვიძლმა. კეტონური წვა ეხა ცუდი არ არის ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ როცა ცილის დეფიციტით გამოწვეული კეტონური წვა ის ძალიან ცუდია ორგანიზმისათვის. მაგრამ თუ ჩვენ ვაკეთებთ ეხა კეტო დიეტას და იმან გამოიწვია კეტონური წვა, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ცილის დეფიციტით გამოწვეული კეტონურია ძალიან ცუდია ორგანიზმისათვის. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ბალანსი იყოს დაცული, აუცილებლად კი ბატონო დავთვალოთ კალორიები, არ არის ეს პრობლემა, ერთ-ერთი სახე არის წონის კლების, რა თქმა უნდა და გვეხმარება კიდევაც, მაგრამ მკვეთრ წონის ეს თქვა სწრაფი კლება კალორიული დეფიციტის შექმნით, ნუ იქნება ჩვენი ამოსავალი წერტილი. ჯობია რომ ნელ-ნელა დავიკლოთ, თქვა და ეხა ევროპის ასოციაციას აქვს ესეთი მოწოდება, ამერიკასაც აქვს, რომ თვეში დაახლოებით კილონახევრიდან 3 კილოზე მეტი კლება არ უნდა იყოს. წესით და რიგით, როცა აი საშუალო წონის ადამიანი მაღალ წონაზე არ მაქვს საუბარი. რადგან ეს ორგანიზმისთვის სწრაფი კლებაც სტრესია და ეს სწრაფმა კლებამ შეიძლება ჩართოს სიგნალი და მომავალში მე ორმაგი მატება გამოიწვიოს. აი ხშირად არის ხოლმე ადამიანი არის დიეტაზე,
იკლებს აქტიურად, მკაცრ კვებაზეა და როგორც კი აი ერთი დარღვევა მოხდება, დარღვევა აქ არის გულისხმობა თქვა საქეიფო წავა და შენ თუნდაც ჩვეულებრივი სადილით ისადილოს, უკან მოდის მატება წონის. ამიტომაც არის რომ ჩვენ გვჭირდება დამახსოვრება. ჩვენი ორგანიზმი რაღაც წონას რომ მიაღწევს, თქვა 70 კილოზე ჩამოვედით, მინიმუმ 6 თვე ჭირდება ორგანიზმს, რომ ეს აღიქვას ეს მისი ახალი წონა, ახალი ბიორიტმზე გადავიდეს, ახალ მეტაბოლიზმზე გადაერთოს, რომ მერე შეინარჩუნო. ამიტომაც არის რომ წონაში რომ ვიკლებთ, მინიმუმ 6 თვე ის წონა უნდა შევინარჩუნოთ, რასაც დავიკლებთ, რომ მერე არ წავიდეს უკან მკვეთრი მატების ტენდენციები და აი ესა ყველაზე რთული. კლება შეიძლება ადვილი იყოს ადამიანის, მაგრამ შენარჩუნება ძალიან რთული. და ხშირად არის ხოლმე რომ ერთბაშად წვიტავენ როგორც ვარჯიშს, ასევე კვების ქცევებსაც. აქედან გამომდინარე, რაღაცა ერთი მაინც რო დავიჭიროთ დაბალანსებულად რომელიმე მაინც, ან ორივეს თუ დავიჭერდეთ, ხო იდეალურია საერთოდ, მაგრამ ერთი მაინც რო დავიჭიროთ დაბალანსებულად, ხშირად არის თქვა, აი სპორტსმენები ვარჯიშობენ, როგორც კი სპორტსთას დაანებებენ, კვეთრ ეგრევე წონას იმატებენ ხოლმე. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საჭირო არის რაღაცა ქცევის დამახსოვრება და ამ დამახსოვრებული ქცევის წარმართვა სწორად, თუნდაც კვებითი, თუნდაც სპორტული აქტივობით. ეხლა სამწუხაროდ ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, ნამდვილად არ მაქვს დრო, რომ ვივარჯიშო, იმიტომ რომ დილით ადრე ვიწყებ, გვიან ვამთავრებ. ყველა მიცის რომ ფიზიკურად აქტიური არ ვარ, მაგრამ ვცდილობ რომ კვება ასე თუ ისე შედარებით დაბალანსებული, ისიც არ გამომდის ბოლომდე, მაგრამ უნდა ვეცადოთ მაინც ჩვენი სამსახურებიდან გამომდინარე, ყოველთვის როცა მეუბნება პაციენტი დრო არ მაქვს, მაგას ვერ დავიჯერებ, იმიტომ რომ ჩემზე დაკავებული ვერ იქნები ვეუბნები ყოველთვის. ამას რომ რაღაცა შუადღეს, აი თუნდაც მე გასვლით ვერ გავდივარ კაბინეტიდან, იმდენი პაციენტი მელოდება, მაგრამ ჩემი ასისტენტები ცდილობენ რაღაცა მომაწონ, თქვა იოგურტი დამიდონ მაგიდაზე ან რაღაცა, რომ აი ამ მუშაობის პროცესში რაღაცა სწორი წარმართვა გავაკეთოთ კვების. სრულიად გასაგები არის და ჩემი თავით გარკვეულწილად დავაიდენტიფიცირე. ეხლა თავისუფალი გრაფიკი მაქვს უფრო რაც გადმოვედი ფიტნესში, მაგრამ იყო მომენტი, რომ აი ფიტნეს და სამსახურს ერთმანეთთან ვათავსებდი და კვებაზე მქონდა ძალიან დიდი პრობლემა, რომ ვერ ვასწრებდი. საღამოს შეიძლება პირველ საათამდე გამემზადებინა ის 4-ჯერადი კვება, მედო კონტეინერში, მაგრამ ანუ იქ მიდი, შეჭამე რაღაცა, იმ მომენტში შეიძლება ვერ მოასწრო რა. მით უმეტეს თუ ფიზიკური აქტივობაც გინდა ჩართო, ხო საერთოდ. და სრულიად მესმის. და სხვათა შორის გარკვეულწილად ეგ მომენტიც მქონდა, რომ თუ ფიზიკური აქტივობას ვიცავდი, მერე კვება ვერ ღვევოდა, იმიტომ რომ იმას თავის დრო უნდა და ან პირიქით. და ვცდილობდი, რომ ესე ნაბიჯ ხან ერთი ყოფილიყო, ხან მეორე, რომ ორგანიზმი ნელ-ნელა ორივე მიეღო. სიტყვა შიმშილი ახსენეთ და ეგ კითხვა გამიჩნდა პირდაპირ, რამდენადაც დღეს ეს ტენდენციაც გვაქვს, რომ აი შიმშილით დაკლება გონიათ, რომ ძალიან ლოგიკურია. სხვათა შორის გუშინ წინ მქონდა საუბარი ჩემს მეგობართან, რომლის ახლო მეგობარმაც დაიკლო შიმშილით და შიმშილის შეწყვიტა თუ არა, ერთ კვირაში 3 კილო ისე მოიმატა იმ 15 კილოდან. და ყველაზე მეტად ალბათ ნაცნობი მაყურებლისთვისაც იქნება ეს 16 საათიანი, 18 საათიანი და 20 თუ 24 საათიანი შიმშილები, რომლებიც გარკვეულწილად თუ რა თქმა უნდა ამ ყველაფერში გათვითცნობიერებული ადამიანის დახმარებით კეთდება, იწვევს დადებით ეფექტებსაც, მაგრამ თუ არ იცი და უბრალოდ 16 საათიანი შიმშილი მინდა ვიწყებ, პირიქით პრობლემებს შეგიქმნის. მაინტერესებს რა პრობლემა საერთოდ როგორ წარმოიშვა ეს ყველაფერი, რომ მაყურებელმა ასე ზედაპირულად მაინც გაიგოს, რატო შეიქმნა 16 საათიანი შიმშილი ან 24 საათიანი და როგორ შეიძლება ისე დაიცვან, რომ მათ ცხოვრებაში ეს ჯანმრთელობის პრობლემა არ შემოიყვანონ. რა თქმა უნდა, ფასტინგი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს წონის კლებისთვის, მაგრამ გააჩნია როგორ ვაკეთებთ, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ფასტინგი მოიგონა, ეს თქვა ჩვენსავით დაკავებულმა ადამიანებმა, რადგან დრო არ ქონდათ საკვები პროდუქტების მომზადების, შეიძლება შესაძლებლობა ქონდათ, მაგრამ დრო არ ქონდათ. შესაბამისად, გვაქვს სხვადასხვა საათიანი ფასტინგები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფასტინგის დროს კვება იყოს სწორად. უმეტეს შემთხვევაში არასწორად აკეთებენ ხოლმე და თქვა დილით არ იკვებებიან და დღის მეორე ნახევარში გადააქვთ კვება. არა და ფასტინგის არსიც ისაა, რომ დღის პირველ ნახევარში უნდა იყოს კვება და დღის მეორე ნახევარში არ უნდა იყოს კვება. ან აქ ანალოგიურად ხდება
ფასტინგის დროს კეტონურ წვაში გადასვლა მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ დილას დღის პირველ ნახევარში უფრო უნდა მივაწოდოთ უმეტესად ცილოვანი საკვები პროდუქტი, მცირე რაოდენობით ნახშირწყალი და ცხიმი, რომ დღის მეორე ნახევარში უკვე როდესაც ორგანიზმი მოშივდება მარტივად რო ვთქვათ, ის ღვიძლში ჩალაგებული ცხიმები გამოიყენოს და გამოიტანოს უკან, ასე ვთქვათ. მაგრამ თუ ჩვენ ფასტინგს ვაკეთებთ არასწორად და ნახშირწყლის რაოდენობა გვაქვს დიდი რაოდენობით გაზრდილი და იმ 6 საათში ან იმ 8 საათში, როდესაც კვების პერიოდი გვაქვს, ჩვენ დღის მთლიან კალორაჟის რაოდენობას მივიღებთ, თქვათ 5000 კალორიას ან 3000 კალორიას, მაშინ აზრი არ აქვს ამ ფასტინგის გაკეთებას, იმიტომ რომ კლება შესაბამისად არ იქნება წონაში. 24 საათიან ფასტინგები ბოლო გადახედვის მიხედვით რეკომენდებული არ არის გაკეთებული იქნეს, რადგან ამით სწორად სტრესულ ორგანიზმში სტრესულ სიტუაციაში ვაყენებთ ჩვენს ორგანიზმს, კი შეიძლება დეტოქსის მიზნით, თქვათ თვეში ერთხელ ან 3 კვირაში ერთხელ გაკეთდეს, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ სრული შიმშილით დაკლება რეკომენდებული არ არის. ასევე შიმშილის პერიოდიდან გამოსვლას აქვს ძალიან დიდი როლი და თუ ჩვენ გადავდივართ ჩვეულებრივ კვებაზე, ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნახშირწყალი კატეგორიულად უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან და 10-15%-ზე მეტი არ უნდა იყოს ესეთ შემთხვევაში, რომ მატება არ გამოიწვიოს წონის და შენარჩუნება მივიღოთ ჩვენ ამ წონის. და რა თქმა უნდა, ცილა-ცხიმის რაოდენობა დაბალანსებულად უნდა იყოს ესეთ შემთხვევაშიც. და წყალი აუცილებლად არ უნდა დაგვაუწყოთ წყლის რაოდენობა, ესეთ შემთხვევაში გადამწყვეტია ხოლმე, რადგან წყალია წარმმართველი ესეთ შემთხვევაში ჩვენი მეტაბოლიზმის. და ამიტომაც არის, რომ ეს ფასტინგები კი ბატონო გავაკეთოთ, არაა პრობლემა, შეგვიძლია თავისუფლად, მაგრამ აუცილებლად რეჟიმი არ დაგვაუწყეს და როდის როგორ უნდა ვიკვებოთ. მაგის თქმა მინდოდა იდეაში, იმიტომ რომ ყველას რასაც ვეუბნები ხოლმე არის ეგ, რომ კი 16 საათიანი შეგიძლია დაიცვა, თუნდაც 18-იანი, მაგრამ ის 5-6 საათი, რაც დარჩენილი გაქვს, უნდა მიიღო მაინც მინიმალური კალორაჟი და იქაც რო ერთხელ ჭამენ, არ ვიცი, რამდენად დიდი პრობლემაა, უბრალოდ ვერაფერთან ვერ ვაკავშირებ, რომ ავუხსნა, რამდენად ცუდია იქ ყველაფერი. იდეაში სანამ გადავალთ ნელ-ნელა შეჯამებაზე, მაინტერესებს დღეს ყველაზე ხშირად ეს რა მითები ან რა ცრუ წარმოდგენები აქვთ ადამიანებს კვებასთან მიმართებაში, რაც იდეაში შეიძლება გაგეცინოთ კიდეც, რო გაიგოთ და რაღაც რო გეუბნებიან, ან რა არის რჩევები, რასაც მისცემდით, იმ გაგებით, რომ ეს ყველაფერი არ უნდა ქნან და უნდა ამოიღონ დღის წესრიგიდან, როგორც ან თქვენი გამოცდილებით რო ვიცოდეთ. ნუ გავაკეთებთ პირველ რიგში მონოდიეტებს. ვთქვათ, აი ბორშის დიეტა, საზამთროს დიეტა და ასე შემდეგ, რაც ძალიან გავრცელებულია ხოლმე, რადგან ჩვენი ორგანიზმი არაა მოწყობილი ისე, რომ რაღაც ერთ პროდუქტზე იყოს დამოკიდებული, იმიტომ ჩვენ გვჭირდება ვიტამინები, მინერალები, ცილა, ნახშირწყალი, რათა ჩვენ ვართ მაინც ცხოველური წარმოშობის ორგანიზმი და ცილა აუცილებელი კომპონენტია ხოლმე. კი ბატონო, ვთქვათ, ერთდღიანი მონოდიეტა რო გაკეთდეს, კი ბატონო, შეიძლება ამით არაფერი არ დაშავდება, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში არ უნდა იყოს ეს მონოდიეტები. ასევე ცილოვანი დიეტებზეა ხოლმე ძალიან პოპულარული ბოლო პერიოდში, მაგრამ ცილოვანი დიეტის გაკეთება 10 დღეზე მეტად რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ შემდგომ ეს უკვე თირკმლის პათოლოგიებისკენ მიდრეკილებას ცოტა ზრდის ხოლმე პაციენტებში. ამიტომ ეს მითები, რომ ეს ცილოვანი დიეტა კარგია, მონოდიეტა კარგია, კი კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი, ყველაფერი აბსოლუტურად და ასევე ასე ვთქვათ, წამოვიგებით იმას ვიღაცის დიეტა და ასე შემდეგ. დიეტა არავისი არაა სწორი, ყველა არის ინდივიდუალურად პაციენტზე მორგებული. რადგან ეს ვიღაცას რომ მოუხდა ეს დიეტა არ ნიშნავს, რომ შენც ანალოგიურ ეფექტს მოგცემს. ხშირად არის ხოლმე, რომ ვთქვათ, რაღაც კვების რაციონს რო დავწერთ ხოლმე, მეგობარიც იცავს, ნათესავიც იცავს და ეფექტური მასთან შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ არ ვიცით, თან საქართველოში ძალიან პოპულარულია რჩევები სამედიცინო თემასთან დაკავშირებით, ყველა გვაძლევს აბსოლუტურად. შესაბამისად, ესეთი რჩევები მაინც ნუ იქნება, ჯობია რომ პროფესიონალმა გაუწეროს კვების რაციონი და ასე შემდეგ, რადგან ნუტრიციოლოგია ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრად განვითარდა და ასევე შეიცვალა საკვებ პროდუქტებში შემადგენლობები ნივთიერებების
და დაბინძურების ინდექსი საკმაოდ მაღალი. ასევე აუცილებლად თხოვნა იქნება, რომ ეტიკეტებს მივაქციოთ ყურადღება, რადგან იქ როგორ შედის ემულგატორები, დანამატები, ფერის მიმცემლები, საღებავები, ამათ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ესენი ჩვენს ღვიძლზე პირდაპირ ახდენენ გავლენას და შეიძლება ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ქათმის ფილეთი ვიკვებოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქათმის ფილე როგორა მომზადებული, იმიტომ რომ თუ თქვათ იქ გამოიყენება ჰორმონები, რომელიც ამ ქათამს დროზე ადრე მოამწიფებს, ესეთი ჰორმონები მერე კაცებში იწვევს ესტროგენის დონის მატებას, ანუ ქალის ჰორმონის დონის მატებას და ეს მერე თქვათ თუ ბავშვი არის, პუბერტატული განვითარება შეიძლება შეყოვდეს კაცთან, რაღაც თქვათ ტესტოსტერონის და ერექციის პრობლემა წამოვიდეს ასე შემდეგ. ამიტომაც პროდუქტებიც უნდა იყოს, რაც შეიძლება ნატურალური, მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ასევე აი ეს ნიტრატებით გაჯერებული ბოსტნეული და ხილი ძალიან დიდი რაოდენობითაა ხოლმე და რამდენადაც შესაძლებელი იქნება მესმის რომ ძალიან რთული ნიუანსია ეს საკვებ პროდუქტების მოპოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ. ასევე გამოვიყენებთ ძალიან დიდხანს ვთქვათ გაყინულ პროდუქტებს და რატო? რადგან ხშირი გაყინვა გალღობის დროს საკვებ პროდუქტები კარგავს თავის საყუათო ნივთიერებებს და ჩვენ შეიძლება ეგრეთ წოდებული ვთქვათ ხორცი მივითვათ, მაგრამ იყოს ჩალა, სულთა ჩალა და არაფრის მომცემი არ იყოს, რადგან მასში ის ნივთიერებები, რაც უნდა მივიღოთ ხორცისგან, ვერ მივიღოთ, რაც საჭიროა ისე. ამიტომაც მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ პროდუქტი იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი, რამდენადაც შესაძლებელი არის. გასაგები არის, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ პასუხისთვის. სხვათა შორის ერთი კითხვა ამომიტივტივდა. რამდენიმე კვირის წინ ვუყურე ერთ-ერთ პოდკასტს, არ მახსოვს ქართული იყო თუ უცხოური, მაგრამ საუბრობდნენ სისხლის ჯგუფების მიხედვით, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს კვება. არ ვიცი ზუსტად, არ მომიძიებია ინფორმაცია, რამ სხვადასხვა მხრივ გარკვეულწილად ვიცი, რომ რაღაც ცვლილებები არის მაგ ნაწილში, მაგრამ კითხვა ეხლა გამიჩნდა, რამდენადაც ძალიან ესე სიღრმისეულად ჩავედით კვების ნაწილზე. მართლა თუ არსებობს ეგეთი რაღაცა და თქვენი გამოცდილებით რამდენად სიმართლეა ან რა არის ეს ყველაფერი, ანუ როგორ უნდა განსხვავდებოდეს სისხლის 4 ჯგუფის მიხედვით კვება თუ არის? ერთი პერიოდი იყო ამაზე საუბარი, რომ თქვათ პირველ ჯგუფს უფრო ხორცი, თევზი და ესეთ პროდუქტები ჭირდება, მაგრამ შემდგომში კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი სხვაობა არ არის აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს თქვათ ზოგადი პოპულისტური რაღაცეები შეიძლება იყოს, მაგრამ აბსოლუტურად არ აქვს სისხლის ჯგუფს ესეთ შემთხვევაში გავლენა ამაზე. სტანდარტულად მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა სისხლის ჯგუფთან მიმართებაში. ძალიან კარგი, გამიქრა ყველა კითხვის ნიშანი და ძალიან მიხარია. იმ მაცივრის ნაწილზე სხვათა შორის ბარემ ჩაგეძიებით და მე ნელ-ნელა ბოლოსკენ წავიდეთ. ეხლა ჩემს ოჯახშიც ესეთი ის გვაქვს ხოლმე წესი, რომ თუნდაც საქონლის ხორცს რო ვყიდულობთ სოფელში, მამაჩემს უყვარს ხოლმე რომ ეს ნატურალურად ყიდულობს, შევიძენთ მთლიანად ხბოს ან ძროხას და მაცივარი გვაქვს ორი, რომელშიც შევალაგებთ ხოლმე ესე 1-1 კილოთი ან 800 გრამით. რამდენად რეკომენდირებულია იქ ყველაფერი, რო თქვით, რომ გალღობა ის არ შეიძლება თუ იგულისხმებთ ერთი და იგივე ხორცის. ერთი და იგივე ხორცს. ესეთ შემთხვევაში სწორად აკეთებთ, კარგია, რომ ნატურალს ყიდულობთ. უბრალოდ ეცადეთ, რომ დააფასოთ პატარ-პატარა ნაჭრებად და აი ვთქვათ, დიდი ნაჭერი გამოვიღე, გავალღვე უკან შევდე, ეს იქნება. კი ბატონო, -20-დან 25 გრადუსზე ხდება გაყინვა, შედარებით შენარჩუნება, საახლობით საშუალოდ არის 3 თვე ხოლმე, ის პერიოდი ჩვენ შეგვიძლია გავყინო და მერე უკვე არ არის რეკომენდებული და ამ 3 თვის განმავლობაში რამდენიც დაგვჭირდება, გამოვიღებთ, მოვიხმართ შესაბამისად, ეს ძალიან კარგი არის, თუ ამის საშუალება არის. კი, ზუსტად იგივეს აკეთებს და ეგ რომ თქვით, მე ეგრევე ეგ გამახსენდა რა, ჩვენ ზუსტად ეგრე პატარა პარკებით ვინახავთ და რამე ან ჩვეულებრივად კონტეინერებში. ოღონდ კონტეინერებთან მიმართებაშიც მაშინ ესეც გავამახვილოთ ყურადღება, ზოგადად პლასმასის კონტეინერებში საკვებ პროდუქტების შენახვა რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ ისინი რაღაც ტოქსიურ ნივთიერებებს გამოყოფენ ხოლმე. ამიტომ ჯობია ხა საყინულეში მინის კონტეინერს ვერ შევინახავთ, იმიტომ რომ გასკდება და ესეთ შემთხვევაში ჯობია რომ აი ცელოფნის რაღაცეებში გავხდეთ, ფოლგაში გავახვიოთ ან რაღაცაში ისე შევინახოთ და მაცივარში თუ ვინახავთ საკვებ პროდუქტს, ეცადეთ მინის კონტეინერებით რომ შევინახოთ აუცილებლად. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. იდეაში დაგისვოთ ესეთ კითხვას, კი ვისაუბრეთ დღევანდელ მითებზე და რწმენა წარმოდგენებზე, მაგრამ უშუალოდ ავიყვანოთ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ერქვას გიორგი, რომელსაც უნდა რომ დაიწყოს ჯანსაღი ცხოვრება, შეიძლება ფიტნესით საერთოდ არ არის და ინტერესებული ან სხვა ყველა ასპექტით, მაგრამ უნდა რომ პირველ რიგში გამოასწოროს კვება.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეს ჯანსაღი კვებისკენ წინ წაიწიოს და რა წვენა წარმოდგენები უნდა განიქაროს თუნდაც, რომ არ მაინც და მაინც აი მე ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ ჯანსაღკვება არ არის მოხარშული და ბოსტნეული მარტო. თუნდაც მაკაცებთან რო წახვალ და ხანდახან კარგად კი შეჭამ, ეგეც ბატონო. ჯანსაღკვება შედის, იმიტომ რომ შენ თავს კარგად გრძნობ. აი ეგ მაინტერესებს, ანუ სრულყოფილად რო იგრძნოს თავი კვებაში და არ იყოს ესე მუდმივად მოხარშულებზე ან რამე მსგავსი რა ნაბიჯები უნდა გადადგას. დიახ. ინფორმაციის მოწოდება ეხლა რთული მოძიება რთული ბოლო პერიოდში არის, თან ხელოვნური ინტელექტი ძალიან გვეხმარება ამაში, ბოლო პერიოდში ჩვენი დამხმარეა. ხელოვნური ინტელექტი არ არის ექიმების მოწინააღმდეგე, პირიქით ის გვეხმარება ჩვენ რაღაცებში და პაციენტი ცოტა უფრო განათლებული მოდის ხოლმე. თქვათ არის ეხლა ისე დასერჩილი ინფორმაცია, შეიძლება სარწმუნო არ იყოს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი შედარებით აწვდის ხოლმე ბევრ ინფორმაციას და როცა კითხავ ამ ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებით, რაღაც მინიმალურ რჩევებს აუცილებლად მისცემს. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში არაქით შეიძლება, ტორტით შეიძლება, სასმელით შეიძლება და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს უნდა იყოს დოზირების ფარგლებში. თქვათ ჩვენ 3 კვირის განმავლობაში ჯანსაღად ვიკვებებით ყველაფერი და თქვათ მე 22 დღეს წავედით მეგობრებთან ერთად. იქაც თქვათ უნდა შევიზღუდოთ თავი რაში, რომ დიდი რაოდენობით არ მოვ, თქვათ 3 ჭიქა ღვინო თუ მივიღეთ, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, 200 მლ ვისკი ან კონიაკი თუ დავლიეთ, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. თქვათ იქ ერთხელ ხაში რო შევჭამოთ, ესეც შეიძლება თუნდაც, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს, რომ ეს ძალიან მარილიანი საკვებ პროდუქტი არ უნდა იყოს. თქვათ თუ წავედით დღეს ვიქეიფეთ, ხვალ გავაკეთოთ განტვირთვის დღე. განტვირთვის დღე არავითარ შემთხვევაში შიმშილს არ ნიშნავს. უნდა იყოს თქვათ ცილა ბოსტნეულთან ან ხილთან ერთად, თქვათ შეგვიძლია 1 ჭიქა 500 მილილიტრი მაწონიან კეფირი ან იოგურტი 1 კილო კიტრთან ან ხილთან ერთად და ხილი ძალიან ტკბილი ხილი რო არ იყოს უბრალოდ და ის გუშინ რა ზედმეტი მივიღეთ დღეს გავაბალანსოთ შედარებით განტვირთვით. ამიტომაც აი ეს არის ნიუანსები რომ ამას მივაქციოთ ყურადღება რომ თორე სულ იმაზე ორიენტაცია რომ აი მე არაფერი არ ვჭამო და ამით თავი მოვიკლა და ხშირად არის ხო აი შიმშილს მოუკლივარ თუ დიაბეტს მოუკლივარ ესეთი კითხვაა ხოლმე პაციენტს მიერ და ჩვენ არ გაშიმშილებთ უბრალოდ რჩევა არის რომ ჯანსაღად ვიკვებოთ და მერე ამ დიაბეტმა გართულებები არ გამოიწვიოს ორგანიზმში და დიაბეტი კი ნამდვილად მოკლავს და ბალანსირებული კვება არ მოკლავს არავის პირიქით უფრო ჯანსაღად იცხოვრებს. ხშირად არის ხოლმე აი მამაკაცები კითხულობენ აი ალკოჰოლი დავლიოთ თუ არა. კი ბატონო შეიძლება ოღონდ ესეც დოზირებულად და კვირაში 3 დღე არ უნდა იყოს ახლა ეს ალკოჰოლის მიღება თქვა თვეში ერთხელ ან ორჯერ გამონაკლის სახით მცირე რაოდენობით შეიძლება. თქვათ აი ხშირად არის ხოლმე რომ კარაქზე ავკითხო მშობლებს რომ აი პუტკუნა ბავშვია და კარაქიანი პური ვაჭამოთ თუ არა. კი ბატონო, ჯანსაღი ცხოვრების დროს 15-25 გრამი კარაქიც დაშვებულია ხოლმე კვების რაციონის გამოყენების პერიოდში, ასე თქვა და შესაბამისად, აი პატარ-პატარა ყველაფერი შეიძლება, აი იცავს ბავშვი დიეტას, ჯანსაღად იკვება, მაგრამ დღეს დაბადების დღეზე წავიდა. ნუ რა მოხდა, მე წავიდა ეხლა ერთნაჭერი ტორტი რო ჭამოს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა აბსოლუტურად. უბრალოდ ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ ის ერთი ნაჭერი საკმარისია და თქვა დღეს რო ტორტით ვარღვევთ, კიდე იქ კარტოფილი ფრი და რაღაცეები ზედმეტად არ დავამატოთ. თქვათ რაღაცით ერთით დავარღვიოთ დღეს, რომ ამაზე წინასწარ ბავშვს ცოტა ფსიქოლოგიურადაც დაველაპარაკოთ, მოვამზადოთ ამისათვის. თქვათ ეხლა დღეს იყო ესეთი შემთხვევა, პაციენტი იყო მოიყვანეს, დიეტა ჰქონდა დაწერილი, რომელსაც არ იცავს და პირიქით კლების ნაცვლად ორჯერ მომატებული მოვიდა, იმიტომ რომ თუნდაც ბავშვი მარტო იცავს სახში დიეტას და სხვები ყველაფერს ჭამენ აბსოლუტურად და ხედავს ეხლა და ბავშვია და მოუნდება შესაბამისა და ბავშვი არა დიდ სუჭერს ხანდახან კვებით რჩევების გადაჩვევა და შესაბამისად სახში ეხლა ხინკალს და მწვაძს რო ჭამენ და ბავშვი მოხარშულ ხორცს რო ჭამს ცოტა არასწორი ქცევა იყო და მშობლებს კი მოხდა ჩემგან დღეს მაგრამ ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ პერიოდულად ყველაფერი შეიძლება ოღონდ დოზირების ფარგლებში. ძალიან დიდი მადლობა ეგ რო აღნიშნეთ ეგეც ძალიან კარგია, იმიტომ რომ იდეაში შეიძლება სხვები კვებას არ იცავდნენ, ან ვერ, ან რაღაც მსგავსი, მაგრამ მინიმუმ ხელშეწყობა იმ ნაწილში, რომ სხვა როცა მოხარშულს ჭამ შენ გვერდით რაღაც შემწვარი ისეთი ძალიან კარგი სურნელი რო ასდის რო არ დაუდო, ეგ ლოგიკურიც არის. ძალიან გამიხარდა იმ ფაქტორს, რომ ხაზი გაუსვით ბავშვებთან რამდენად მნიშვნელოვანია ჩვევების ჩამოყალიბება და პლუს ის ნაწილიც რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანის კალორაჟი თუ წონას არ იმატებს და არ იკლებს 2000-მდე, 2200-მდე უნდა იყოს. იმიტომ რომ რატომღაც ეს 1500 გონიათ რომ არის მინიმალური
ისეთ სტანდარტად დასვეს, რომ მინიმალური კი არ არის, არამედ სტანდარტია. სინამდვილეში პირიქით კლების არის და ამაზე დაბლა არ ჩასulis არის რა. სულ ეს იყო ჩემი მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ძალიან დიდი მადლობა რომ სხვა მხრიდან მეც შემახედეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ კვება რატომღაც ყოველთვის ასოცირდება მით უმეტეს როცა ენდოკრინოლოგთან საუბრობენ ან ენდოკრინოლოგზე საუბრობენ, ასოცირდება მაინც და მაინც მოხარშულთან და ბოსტნეულთან. სინამდვილეში ეგ რო არ არის, მაგ კითხვაზე პასუხისგაცემა მინდოდა დღეს და როგორც ჩანს გავეცით და იმედი მაქვს რომ მაყურებელსაც მოეწონება. შევახსენებ ჩემს მაყურებელს რომ ორ კვირაში ერთხელ ყოველ შაბათს 8 საათზე შეუძლიათ უყუროთ პოდკასტ ბალანს. ნახვამდის და კიდევ ერთხელ მადლობა. დიდი მადლობა.